მეგობრებო, საერთო გაშლანა შემოგთავაზოთ ახლა თემა არ იქნება ინფორმაციული ენერგეტიკული მოწოდება თქვენთვის, რასაც მაღალი ძალები ინებებენ რომ მოგაწოდოთ, ჩემი მხრივ. თქვენი მხრივ საჭიროა ენერგოცვლისთვის ლაიკები, გაზიარება, შენახვა, გამოწერა, თუ გამოწერილი არ გაქვთ ორივე გვერდის ჩემი TikTok-ისაც, YouTube-ისაც და პირადი გაშლებით, ვისაც გაინტერესებთ და გინდათ, ვინც ჯერ არ იცით, Telegram არხი გავაუქმე და პირადში მომწერეთ, ყველას გიპასუხებთ ამასთან დაკავშირებით. ვინ ხართ თქვენ, რომ გაიგოთ რამდენად თქვენია ეს გაშლა? ვინ ხართ ახლა თქვენ? მე-15 მაღალი არკანი ამოდის. ანგელოზის კარტი, შეყვარებული ადამიანი, ტოსტასი, 3000. ადამიანი, რომელიც პრინციპში ცდილობს თავისი ენერგობალანსი და დააბალანსოს, ენერგოემოციური ფონი დააბალანსოს, კალოდის ძირში არის. მე-6 მაღალი არკანი, ბედის კარტი, კარმის კარტი, შეყვარებულები, ლოვერს. ადამიანი ხართ შეყვარებული, პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ ცდილობთ რომ რაღაცნაირად ძალიან გარშემოყოფებს არ აგრძნობინოთ თქვენი ემოციური ფონი ამ სიყვარულთან დაკავშირებით, რომ თვალი არ გეცეთ, რომ არ ვიცი ვიღაცისგან რაღაცა ნეგატივი არ მიიღოთ, რომ აღარ ჩამოთვლი რა, უბრალოდ არ გინდათ რომ ასე ვთქვათ მაქსიმალურად გამოაქვეყნოთ, სტატუსებით იქნება ეს თუ თქვენ სოციალურ ქსელებში, ფოტოებით იქნება თქვენ საყვარელ ადამიანთან ერთად, რომ ვიღაცისგან ზედმეტი თვალი არ აიღოთ, როგორც მინიმუმ, ან ვინმემ რამე ისეთი არ გითხრათ, რომ გული გეტკინოთ, მოკლედ რაღაცნაირად თქვენ ნაჭუჭში ზიხართ, ასე ვიტყოდი, თუმცა არც ერთი კარტი არ მიჩვენებს ამ ყველაფერს, რომ მალავთ, მაგრამ ენერგიულად და ინფორმაციულად ესე მომდის, რომ მაინდა-მაინც ცხვირიც მიჩქარის ვიღაცა მოდის თქვენთან სტუმარი, ან რაღაცა ინფორმაცია მოდის გაითვალისწინეთ. ენერგიულად და ინფორმაციულად, ასე ვთქვათ, არ თვლით ახლა საჭიროთ, მოდი ესე ვთქვათ, თქვენ სიყვარულზე ხმამლა საუბარს. თუმცა ეს არის ტოსტასი, ეს არის შეყვარებული, ეს არის თასი, რომელიც გადამოდის ემოციური ფონი თქვენი აღმავლობის, ასე ვთქვათ, ეტაპი გაქვთ ერთ-ერთი ურთიერთობაში სიყვარულის მხრივ და ეს ყველაფერი შეიძლება ყოველდღიურობაში არ ხდებოდეს რაღაცა მნიშვნელოვანი ნაბიჯები თქვენი საყვარელი პარტნიორისგან, მაგრამ ემოციური ფონი იმდენი გაქვთ, რომ გადმოდის თასიდან, ემოციურად გემატებათ, ანუ ყოველ წუთს, ყოველდღიურად, ყოველ მის გახსენებაზე, ასე ვთქვათ, ფიალა თქვენი თასიდან გადმოდის. ადამიანი, რომელსაც შეიძლება უყვარს მეგობრებთან ერთად რაღაცას გართობა, ეს იქნება ფართები, დღესასწაულები, კლუბში სიარული, რესტორანში სიარული, გაშლა ორივე სქესისთვის არის მამაკაცებმა თქვენ თავზე მოიგეთ. გიყვართ ხალისიანი, ასე ვთქვათ, რაღაცა შოუებში, მოდი ესე ვთქვათ, მონაწილეობა. ყავთ რამოდენიმე 2-3 ძალიან უახლოესი მეგობარი, ვისთან ერთადაც პრინციპში თავაწყვეტილი შეგიძლიათ გაყვეთ მათ ყველგან, ნებისმიერ საათზე და ნებისმიერ დროს. მათთან, ასე ვთქვათ, კარგად დროის გასატარებლად თუ აი თქვენი სტატუსის, თქვენი კოლექტივის, თქვენი შინაგანი ემოციების გამზიარებელი, ასე ვთქვათ, მეგობარი 2-3 მაქსიმუმ უახლოესი ადამიანი, მაგრამ კალოდის ძირში მიჩვენებენ, რომ კარმული თქვენი პიროვნება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი კარმული და კარმული არ ნიშნავს, რომ აუცილებლად თქვენი მეუღლეა უკვე, ან მეუღლე იქნება, ეს არის ადამიანი, რომლის შეხვედრის შემდეგაც სრულიად, ასე ვთქვათ, იცვლება შენი ცხოვრება, შენი ემოციური ფონი, შენი ყოველდღიურობა, ადამიანი, რომელიც სამყაროსგან არის შენ ცხოვრებაში მოგზავნილი რაღაცისთვის, კონკრეტული მიზნებისთვის, ეს ყველა საერთო გაშლაში თქვენი გექნებათ, საბოლოო ჯამში დაგიჩოქებთ და ბეჭდს გაგიკეთებთ თუ რაღაცას გასწავლით, ან საჭირო მომენტში თქვენი ემოციური ფონის ასამაღლებლად იყო სამყაროსგან გამოგზავნილი, ეს ყველას სხვადასხვა გექნებათ საერთო გაშლაში, მოდი ამაზე არ ჩავიციკლოთ, უბრალოდ ადამიანი ხართ შეყვარებული. მანდილოსნებს ვეტყვი, რომ აქ შეიძლება იყოს მანდილოსნები ისეთი, რომელიც დიდხანს ელოდებოდა სიყვარულის გამოჩენას და ეს სიყვარული და ეს თასი როგორც იქნა მან დაიჭირა ხელში სამყაროსგან მიიღო ესეთი ერთგვარი საჩუქარივით ადამიანი, რომელიც სული და
ფიზიკური შეხება გაქვთ თუ არ გაქვთ, სრულიად გავსებთ და აღარავინ და აღარაფერი მის გარდა არ გაინტერესებთ. მამაკაცებისთვის იქნება ასე რომ მის თვალებში, ასე ვთქვათ, იმდენ სიამოვნებას და იმდენად ბედნიერ თვალებს ხედავთ, როცა მას თვალებში ჩახედავთ, რომ ეს არის თქვენთვის ერთგვარი ენერჯაიზერი, მოდი ესე ვთქვათ, სიამოვნებით და ბედნიერებით ივსებით, როცა ატყობთ, რომ თქვენი საყვარელი პარტნიორი ასეთი ბედნიერია, როცა შემოგციცინებთ თვალში. ურთიერთობა გაქვთ ამ კარტებით, შეხვედრები გაქვთ, შეიძლება ძალიან ხშირია. არა, რაღაცა განახებთ კარტს, რო არ იფიქროთ რატომ ვამბობ არათქო, რაღაცა თითქოს ერთ პერიოდში ხართ გაშეშებული და რაღაცნაირად რომელი მხარეა ამას არ დავიწყებ მტკიცებას და ჩვენებას, რომ გაშეშებულია სიტუაცია მისი ნაბიჯებით თუ თქვენი ნაბიჯებით, საერთოდ რაღაცა პერიოდი გაქვთ ისეთი, აი დაკიდებულ სიტუაციაში, თითქოს რაღაცა ერთ ნაბიჯს ტკეპნით, მაგრამ შეყვარებულობის ეტაპი გიდგათ ცხოვრებაში, ემოციურად ძალიან პერიოდულად ითრგუნებით, შეიძლება მთვარის ფაზების მატება, ნაკლებასთან მიმართებაში ძალიან ემოციური ხართ. ამ კარტით მომდის ინფორმაცია, რომ წყლის სტიქია შეიძლება წარმოადგენდეს კონკრეტულად ეს, ვინც გაშლას უყურებთ ახლა ის ადამიანი, მაგრამ ყოველასთვის არ არის აუცილებელი რომ წყლის სტიქია იყოს. წყლის სტიქია ეს არის თევზები, კიბორჩხალა და მორიელის ნიშანი. შეიძლება არც იცით და თქვენი ასცენდენტი ან მთვარე ან რაღაცა მნიშვნელოვანი პლანეტები არის წყლის სტიქიაში, რომელსაც გარკვევას არ დავიწყებ, მაგრამ ემოციური ფონი გაქვთ ისეთი, რომ აი ვერ ხედავთ რა შეიძლება ხდებოდეს ამ ურთიერთობაში, რა მომავალი გვაქვს, ცოტა ეჭვებით სავსე ხართ. ასევე შეიძლება იყოს მომენტი, რომ პერიოდულად თქვენთანს იგრუზავთ ინფორმაციის უქონლობის გამო, რომ ისე ხო არ არის საქმე, რომ მე რაღაცა არ ვიცი და ჩემ თავს ასე ვთქვათ ვიიმედებ ამ პარტნიორით. მაგრამ ემოციური ფონი გაქვთ ძალიან ეგოიზმის გაკმაყოფილებთ ეს ადამიანი, ეს ურთიერთობა, ეს ემოციური ფონი ძალიან ნიშნულოვანია ახლა თქვენ ურთიერთობაში. გავიგოთ მაღალი ძალებისგან თუ ვატყობთ, რომ ასე თუ ისე გამიგრძელდა ის იდენტიფიკაცია, მაგრამ როგორც ვატყობთ ჩემ გამომწერებს, გსიამოვნებთ ეს იდენტიფიკაციის დადგენა, რომ უფრო კარგად მიხვდეთ რამდენად თქვენია ეს გაშლა. თუ ვატყობთ, რომ ასე თუ ისე თქვენია, აუცილებლად ლაიკები, გაზიარებები, კომენტარები არ დაგეზაროთ. ინფორმაცია თქვენთვის რა არის მაღალი ძალებისგან რა მიეცადეთ. 10 ახმალი, 4 თასი, 3 ახმალი, ღმერთო. ძალიან რთული ეხლა როცა ამ გაშლას უყურებთ, ძალიან რთულ ემოციური მდგომარეობაში ხართ. შეიძლება კონკრეტულად იმიტომაც აჩვენა დაკიდებული სიტუაცია მსხვერპლის როლი, რომ რაღაცნაირად გულის ტკივილში ხართ 3 ახმალით ამ ურთიერთობაში, მოლოდინის რეჟიმში ხართ, მაგრამ აპათიურია თქვენი მდგომარეობა, აი რომც გამოჩნდეს თითქოს სულ ერთია, თუ არ გამოჩნდება კიდევ უფრო მეტ დეპრესიაში ვარდებით, თითქოს რაღაცა შეგრძნება გაქვთ, რომ თქვენ ну кай, ყველაფერი სამყაროს მიეცით, ამ ადამიანს მიეცით შანსი იმისი, რომ მათ იმოქმედონ. თქვენ უბრალოდ შებრუნდით და თქვენი ცუდი ფიქრებიდან გამომდინარე და ეჭვებიდან და აი ამ ემოციური ფონიდან, რომელშიც ახლა იძირებით მთვარის მხრივ მაღალი არკანის, თითქოს შებრუნდით და წახვედით, გონიათ რომ ყველაფერი ეს ყველაფერი თქვენი გამოგონილი და არარეალური არის, თქვენ ნაჭუჭში ხართ. შეიძლება ახლა იყოს მომენტი, რომ პაუზას აჩვენებდეს 4-იან ხმლით კარტი, ასევე შეიძლება იყოს უბრალოდ რაღაცნაირად დასვენება, გამოძინება, მარტოობა გინდათ, არავისთან კონტაქტი არ გინდათ. ეს ადამიანიც რო გამოვიდეს კონტაქტზე, ახლა კონკრეტულად ისეთ ხასიათზე ხართ ამ გაშლას რო უყურებთ, რომ შანსია დიდი იმისი, რომ თქვენი პოზიციები და თქვენი თავი, ასე ვთქვათ, კაცრად აჩვენოთ, ცოტა არ იყოს და ესე ჩემთან ვერ მოიქცევი სიტუაცია აჩვენოთ. დიდი ტრანსფორმაციის წინაშე დგას კონკრეტულად თქვენი წყვილი, თქვენი პიროვნება, მე-13 მაღალი არკანის სიკვდილით ეს არის ტრანსფორმაცია, რომელიც რაღაცა სიტუაციებიდან გამომდინარე საერთო გაშლაში ისე როგორც ხდებოდა და გქონდათ თუნდაც ემოციური ფონი ამ ადამიანთან დიდი ტრანსფორმაცია უნდა მოხდეს, რომ შეიცვალოს, ისევ მაღალი არკანი მე-10
ბედის ბორბალი ეს არის თითქოს ბედმა უნდა გაჩვენოთ, რომ ყველაფერი შემოbrunდება თქვენ სასიკეთოდ. იმისთვის რომ ეს ადამიანი მოვიდეს, რაღაც პერიოდი შანსი უნდა მისცეთ. ეს ადამიანი ლომივით არის, ძალიან ძლიერია, შეიძლება ცეცხლის სტიქიას წარმოადგენს, შეიძლება უბრალოდ მისი ენერგეტიკა არის, რომ ძალიან ტემპერამენტიანი, შარმიანი და მიდი-მოდი ტიპაჟია და ერთ ადგილას ვერ ისვენებს, მაგრამ ყველაფერი არის თქვენ ხელში. საბოლოო ჯამში იქნება თქვენ ხელში, მაგი ხართ, ძალიან ბევრი მაღალი არკანია, ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის წინაშე დგე ხართ, მაგრამ ბოლო სიტყვა იქნება თქვენზე.